მოგესალმებით ყველას, დავბრუნდი ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ Gravity Falls. ისევ ორთვიანი შესვენების შემდეგ, ძალიან ცუდად გამომივიდა Gravity Falls, იმიტომ რომ ორი სერია და ვარიანტი და მე ორი თვე დავიკარგე და ისევ ახალ ბრუნდებით მესამე სერია. ცოტა, ორი სერიის მერე შესვენებას ეკისრა ცოტა ცუდი იდეა, ცოტა კი არა და ძალიან, მაგრამ დავბრუნდი და ვაგრძელებ. ასე რომ, რამდენად უცნაურადაც არ უნდა შეხედეს ეს მესამე სერიიდან ვაგრძელებთ Gravity Falls-ის ყურებას. ბევრი სახარ გავწელავ შესაძლოა ერთი მიტყვი რომ ჯერჯერობით ეს მომწონს, საინტერესოა, პირველი ორი სერია მომეწონა და როგორც მე ვიცი, ვერ იქნება საერთოდ უმაგრესი საყურებელი და დროს ტყუილად აღარ დავკარგავ, იმიტომ რომ ისედაც დიდი ინტრო გამოდის ხოლმე. ამჯერად მოდი ცოტა შევამცირებ დროს. სერიას სათაური ვნახე, ასე ქვია Headhunters, თავებზე ბონადირეები. საინტერესოა რაზე გვექნება, ვიცი, მაგრამ საინტერესოა ვინ იქნება ბონადირის როლში. აინტერესებს და აშკარად, პირველ სერიაშიც ჩანდა რომ ბიძამ თუ ბაბუძიას სტერმა აშკარად იცოდა რა ხდებოდა, აშკარად რაღაც ისაცზე არის, ჯერ კი არ ვთქვათ რა იცის და რა არ იცის, მაგრამ დაძბებული ვარ, ბარი გამოაშკარავდება. კიდევ ერთი პარალელი შეიძლება გავავალ Ben 10-თან, როგორც მაქსმა იცოდა ყველაფერი საათის და ცხოველების შესახებ, ისევე არის ახალ სტერიც. ამ პრინციპში მოწონს, ასე Looney Tunes-ის ფორმაში კი ვარ გამოწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ სხვა სერიალია Disney-ის. კარგი. Gravity Falls-ი პირველი სეზონის მესამე სერია. 3, 2, 1 დაწყეთ. შეშობ თქვენ აქ საჭირო არ ხართ სერ? ჩემმა ბიჭებმა უკვე გამოიძიეს სამხილები და აშკარად უბედური შემთხვევა იყო. უბედური შემთხვევა იყო? გამოიძიებელი იყვე. რა? დეტექტივი რეკლამის შემდეგ დაბრუნდება. დეტექტივი. ეს იხვი გენიოსია. მარტივია სამხილის ბავნა, როცა მიწასთან ასე ახლოს ხარ. გინდა თქვა რომ შეგიძლია მასაჯობა? როგორც ვთქვი, მაგალითად ჩენი ამოსუნთქვის შემდეგ შემიძლია გითხრა რომ თელი კბილის პასტა შეჭამე. თელი კბილის პასტა? ბრჭყალებიანი იყო. ვერასდროს გამოიცნობთ რა ვნახე. დამარხული საგანძური. დამარხული საგანძური. მე უნდა მეთქვა. დალაგების დროს შპალერის უკან დამალული კარი ვნახე. ნამდვილი სიგიჟეა. ნამდვილი. კვლედობა მოხდა. ისე თქვი კვლედობა მოხდა მეთქი თითქოს და საბავშვო სერიალი არ იყოს. ამის გარდა. გამარჯობა. ამის გარდა. მე ვარ თქვენი ბაბუძია სტენი. ბაბუძია სტენი. ეს ბაბუის ძმა არის, შეიძლება ასე ითქვას. მე პირდაპირ ბაბუას ვწოდებდი. ფილის გავუსწრება. ცუდი ის არის, რომ ეს სპოილერი ვიცი. ფილის არსებობის შესახებ. აჯარანეთ კომის მიერ. და იქ მომენტში ჩნდება. ეხილეთ Gravity Falls-ის თბილისის მუზეუმი. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი იყო, სანამ თლად გადამავიწყდებოდა. ყველა აქ არის. ჩინგის ხანი, Sherlock Holmes-ი და რაღაც ჩინგის ხანი, Sherlock Holmes-ი. ცუდი შეგრძნება არავის გეუფლებათ? ეს კი ჩემი საყვარელი აბრაამ ლინკოლნი. ჯანდაბა. კარგით რა, ჟალუზები ვინაწია? ჯონ ვილსკის ფიგურა. როგორ შევაკეთო წვილი? როგორ? აბრაამ ლინკოლნი მოკლეს. დამშვიდი, გაიხიმე. ნუღელა. ახალი ცვილის ფიგურას ვაკეთებ ძვლებისგან. ნუღელა. მართლა შეგიძლია გააკეთო? მე ხელსაქმის ოსტატი ვარ. როგორ გონია? სულ წება რატომ მაქვს ხოლმე ხელზე? ხელწებას ესები მაგრება არის იდეა. მადლობა ბაბუძია.
გიპერ. რას ფიქრობ ჩემს იდეაზე? ნაწილობრივ ფერია და ნაწილობრივ ცხენიფერია. ვაი. იქნებ რამე რეალური გამოძერწო. მაგალითად დიდხელებიანი ვაფლი. არა. თუნდაც ვინმე შენი ოჯახიდან. ბავშვებო, ჩემი შარვალი არ გინახავთ? მუზავ, რა უცნაური ხარ. ჯერს რატომ ელობარაკება? მართლა შეუძლია რომ გამოძერწო. ნახოთ. როგორი გამბოლა? მეტი ბრწყინვალება ჭირდება. აუ, დაგვანახეთ რა. შარვალი ვიპოვნე, მაგრამ ახლა რას როგორ ფიქრობ? გამოიყურება დავანა. ვფიქრობ, რომ ცვილის მუზეუმი ისევ გაიხსნა. აუ. რაცა შეიძლება იქნება. ვაუ, სუს. არ მჯერა რამდენი ხალხი მოვიდა. სტენმა ალბათ ყველა მოკრთამა. მე მომკვდამა. ყველანი მიცნობთ როგორც გალაკის დოჯინად და მისტერ მისტიურის სახელით კალბატონებო. ნუ გადაირევით. როგორც იცით, მოსახლეობას ყოველთვის უახლეს გამოგონებებს დავაძობ, მაგრამ საკმარისია ჩემზე საუბარი. საკმარისი. ახლა იხილეთ. მე. კარგია, ხო იცით? ვაუ. ახლა სიტყვას გადავცემ. მეიბელ ისე ანჯელოს. მართლა. მე მეიბელი მქვია. მადლობა. მართლა კაია. ყველად უყურებთ ასე. საკუთარი ხელებით შევქმენი. ჩემი სისხლით, ოფლით, სრემლებით და სხებით დაფარე. არა, ეგ უკვე ტყუილია. ახლა კი მზად ვარ შეკითხვებისთვის. ნუ სითხეებზე მართალია. მარკანეთი ადგილობრივი სისხლზე და ცვლილებებზე არა. და კიდევ გადაურჩებით ცვილების აღზევებას. დიახ. შემდეგი შეკითხვა. დობი გრავიტი ფოლსის ჯორიგანა. მართლა გონიათ რომ ეს სამყაროს საოცრებაა? შენი მიკროფონი ცხიმის გამომწვევია, დობი. მართალია. შემდეგი შეკითხვა. შანდარა ხიმენესი. ნამდვილი რეპორტიორი. ფლაიერებზე უფასო პიცას გვთავაზობდით, მართალია? ეგ შეცდომა იყო. რამე მშვიდობით ხალხო. ფასო პიცის გარეშეც დავრჩით. მიიღე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვერ ვიტყვი. რამდენი ფული მიშოვეთ ეს ერთი ადამიანის დამსახურებაა. აი ამ კაცის. ხო და შენიც. კი, ეგრე შეგვიძლია. დასაძინებლად მოემზადეთ ხვალ წინ დიდი დღეგველის. ახლა ვიწადით. ბავშვები. დეტექტივო. როგორც ჩანს მართლაც გახსენით ეს საქმე. ნუ მე პერფერები. სულელი იხვი. საბირფარეშოში უნდა ვაა, გავიდე. სტენი როგორიც ხაცება უკვე. საკუთარ თავს. მომწონს ეს ტიპი. არც აწახვიდე. ვაუ. what რა წერია თან. ესე უცნაურად ეგ მომწონს. გინდა გამოხეხვაში შევეჯიბროთ? კარგი, არა. ცვილის სტენი მოკლეს. აუ. არა. საბირფარეშოში ვაუ, პოლიციაში დარეკეს. თავი აღარ ქონდა. უთავოდ დამხვდა. ანუ პრინციპში ხო რომ ლაფი დაასხეს თავზე. დააზიანეს ხელოვნების სტილში. რადგანაც ესეც როდესაც ამ რას მეშკებს. ფიქრობ ჩერიფო ბლამპს? დაგეხმარებოდით, მაგრამ ვაღიაროთ, ეს შემთხვევა ამოუხსნელია. ვაუ. რა? გვენი სიტყვები უკან წაიღეთ. რამის ამხელიან მოტივი უნდა არსებობდეს. იცი შემიძლია დაგეხმაროთ. მართლა კარგად გამოსდის. გაიგო ტკბილეულს ვინჭამდა. ყველა სამხელი თხისკენ მიმითითებდა. ხო, დაგვეხმაროს ბიჭი. პატარა თავში ტვინი აქვს. კალაკელ ბიჭ გონია რომ მისტიკას ამოხსნის თავისი კომპიუტერული მობილურით. კალაკელი ბიჭუნა. საყვარელი ხარ. საყვარელი? ყველა დექცევით ეგრე. გამოძიება უფროსებს მიანდი. ყურადღება ყველა დანაყოფს. სტივი მთელ სკანდალობს იდევს პირში. თელს 2-3-1-6-ია.
დავიდეთ. აი, მეიბელ, მე და შენ დავადგენთ ვინ ჩაიდინე ეს და თავს ასეთი ხალხის მე ვნახოთ ვინ არ არის უნდა საყვარელი. მუშაობდეს პოლიციაში. პატარა გნოდევი დააცემინე. ძვილისთენმა დავიდა კარგად ადამნა შავი ჩვენ უნდა მოვდეთ. სულისტენმა. გახსნის დღეს ბევრი უკმაყოფილო კლიენტი ვნახეთ, მაგრამ შეიძლება რომელიმე ყოფილიყო. ჩვენც კი. შეიძლება მეიჟერი გვეხედავება. მოჩვენებები, ზომბები, თუ შესაძლოა მოასწრებდა. ვეგავიდეს სანამ რამის სამხელს და ვნახავ. შოუს ჩერინას. სამხილი. კვალი ხალიჩაზე ეს უცნაურია. შუაში ხრელი აქვს. და მიდიან აუ, იმის არის რა ქვია. სულისტენის არა ეს თვითონ მიაზრით ეს ნაჯახია. კვალი იყო. მოიცა. ფიდურის. ხის ჩეხა. ფიდურის რა? რა თქმა უნდა. მე არა. ეს ზუსტად მაშინ მაგას ხონა ხრელი. ის ისე გაბრაზდა. მზად იყო მოეკლა. კაცურდენზე საუბრობთ? იქ ბაიგერებთან ერთად ატარებს დროს ბარში. ხოდა სწორედ მან წავალთ. მაგარია თქვენ მისტი ურტყუპებს გავხართ. ასე ნუ გვეძახი. დამეხმარეთ ამ კუბოს დამოღებაში. ცვილის სტენს დაგძელვა უნდა ჩაუტარო. პატარა და კლასიკური. ბოდიში ბაბუძია. მაგრამ ჩვენ საქმეში გამონათება გვაქვს. ქალაქში მივდივართ მკვლელობის გამოსაძიებლად. ნაჯახი გვაქვს. აბა თქვენიცით. პასუხისმგებლიანი მშობლები ამის უფლებას არ მოგცემდნენ, მაგრამ მე პასუხისმგებლობა არ გამაჩნია. იძიეთ ჩემს გამოშური ბავშვებო. ძიეთ ჩემს გამოშვი. ეს ადგილია. qalbi პირადობის მოწვევა ხომ გაქვს? დავედით. ბოდიში, მაგრამ უმცროსებს არ ვემსახურებით. კაცური დენის დაკითხვა გვინდა? ცვილის სტენის სიგნალთან დაკავშირებით. ჩემთვის საკმარისია. აი, ვინმე ჭკვიანი ცხოვრობს ამ სოფელში. ისვენებს. კარგი, მოდი ხალხში გავერიოთ. გასაგებია. გამარჯობა რესტორნის მფლობელო. აუ, ეს კაცური დენი, სწორედ ამის ნახვა მინდოდა. დადეყავი წუხელ. დროს მეჭიდავებოდი. სამსახურში? არა, იმ დროს მეჭიდავებოდი. აცი, ანუ მკვლელობის დროზეა გაჩერებული, ალბათ ეს აქამდე არ გინახავს. გომისმინე გოგონა, მე გოგონა არ ვარ. ამით კბილსაც კი არ გამოვიჩიჩქნე. ცაციებისთვის და მე მხოლოდ მარჯვენა ხელს ვიყენებ. კაცურ ხელს. დაარტყი. ცაცია. 3, 4, 5, 6. შენი ცოლი ძალიან ლამაზი იქნება. არის. მეიბელ ახალი დედალი გვაქვს საქმეში. მაგრამ მეყვარები? ნაჯახი ცაციებისთვისა, ესენი ჩვენი ეჭმიტანილები არიან. კაცური დენი მემარჯვენეა, ამიტომ ჩვენ ცაცია ეჭმიტანილს მოვზებნით და მკვლელიც ის აღმოჩნდება. დღეს საოცრად მუშაობთ. და ვიპოვნოთ მკვლელი. გახმოვანებულია აჯერანეთკომის მიერ. არა, ამას არ მგონია რაღაც შეედინა. ეს მემარჯვენეა. ესეც. ეს ფიზიკურად ხო? ფიზიკურად ვერაფერს უჩენდა. მეიბელ მხოლოდ ერთი ადამიანი დარჩა ამ სიიდან. რა თქმა უნდა. აბა, იმედი არ ცდები თორე მამას ინანებთ. სამხილი და ურღვებელია. მიზია საუბარი. მართლაც დაურღვებელია. ღამის ჯოხს გამოვიყენებ. აუ, იმაზე ხო არა. გადალები ჯო. რა ქვია? 3-ზე 1, იქალზე. 2. ნამდვილად პროფესორს. არა მინდა ინძრეს. ამაზე ხო. რა ხდება? თავდასხმა? კიცედობი დაბადიმრებული ხარ ცვილის სტენის მკვლელობისთვის. უფლება გაქვთ გავცდეთ ჩვენი საგამომძიებლო უნარებით. ჯანდაბა ვერაფერი ვერ გავიგე. მიაგიხსნი.
იმედი ქონდა რომ სტენის მუზეუმის გახსნა შენს ჩავარდნილ გაზეთს იხსნიდა, მოგონებები. მაგრამ არ გამოვიდა, ამიტომ ტიპერის ახალი კერების სტატიის სახელიდან შექმნა მოგონი. გადაწყვიტე. თუმცა უკან სამხილებიც მოიტოვე და მაინც მოგაგენით. დაგიჭირეთ შენი უცნაური ფეხსაცმელებით და საციაობით. მტკიცე ტობი, წარსულს ჩაბარდი. ალბათ დასკვნებზე გადახდომის გამო მუხლები გტკივათ, მე არაფერ შვაში ვარ. კვლელობასთან მით უმეტეს. არაფერ შვაში ვარ. ვიცოდი, მოიცადე რა, გაიმეორეთ? ზადიღავი თავდასხმის ღამეს. როგორც იქნა მარტო დავრჩით. განდორის შანდრა ხიმენესის ფიგურა. ნამდვილი ეფექტიოთ. დროის მიხედვით ტობი დამნაშავე არ არის. ის უნდა იყოს. ნაჯახზე ანაბეჭდები შეამოწმეთ. სერიალია. ანაბეჭდები არ არის? შენთვის სათაური მაქვს. კალაკელი ბიჭუნა ყველას დროს პლანგავს. თქვენს ადგილას ძალიან შემწყვებოდა. ხო. უხერხულად კი გამოგვივიდა. ბავშვებო, სულს უსიცოცხლო ცვილის ფიგურებო, მადლობა რომ მოხვედით. ზოგი იფიქრებს, რომ საკუთარი თავის ცვილის ფიგურის სიყვარული სისულელია. ცდებიან, დაწნარდი სულს, ცვილის დენო. იმედია 60-ში ხარ. უგაცრავად თვალში წყვიალო ჩამივარდა. ძმაო, პოლიციელები მართლები იყვნენ. დიპერ, ასე შორს წავედით. ასე ადვილად არ უნდა დავნებდეთ. ყველაფრის გათვალისწინებით იარაღი, მოტივი, სამხილები. სტენის ცვილის ფეხსაცმელი. ხვრელი აქვს მას? ყველა ფიგურას აქვს ეგ. ამით ბოძზე ემაგრებიან, რომ არ დადგნენ. მოიცადე, ფეხსაცმელში ხვრელი და არავით არ ანაბეჭდი. მეიბელ, კვლელები. შენს უგან დგანან. მინდოდა მეთქვა ხაცულის ფიგურები ხოლმე არ არის? შემეშოვები თქო. შექსპირი. გულიო? როგორ ხართ ბიჭებო? ღმერთო. გილოცავთ ბავშვებო, სიმართლე აღთქადეთ. ახლა კი როგორც ჩანს არ უნდათ აბრაამ ლინკოლნის სტენით შეცვლა. პიპერმა ჩვენი საიდუმლო აღმოაჩინა. სარკასტული ტაში მას მეგობრებო. ტაში. არა, ეგ გულწრფელია. ნელი ტაში. აი ასე. მშვენიერია. თქვენ ხომ ცვილის ფიგურები ხართ? როგორ ცხოვრობთ? თქვენ მაგიურები ხართ? მას აინტერესებს მაგიურები ვართ თუ არა? მაგიურები არიან ახლა. ჩვენ დაწყევლილები ვართ. ამ დაწყევლილები. დაწყევლილები. სავსე მთვარეზე ვცოცხლდებით. სტენმა დიდი ხნის წინ გვიყიდა სადღაც ფარეხში. დაწყევლილ ფარეხში. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ფასი დაბალი არ აქვთ. $20? მაშინ წავიღებ, როცა ვერ დაინახავთ. რა? მოგბარავ. ასე დაიბადა მისტიური ანუ მოიპარა. კოლექცია. მას შემდეგ ჩვენ სათამაშოები გავხდით. როცა ბაბუძიას ეძინა, ჩვენ ცოცხლდებოდით. ხომ გითხარით გეყოს მეთქი? შემაჩერე. დაწყევლილი არსებების მომხიბვლელი ცხოვრება იყო. მაგრამ რაღაცა შემდეგ ის სტენმა დახურა მუზეუმი. დასაგებია. და ეს მე ეს ოთახიც. დასუსს მე მიპოვათ. 10 წელი ველოდით, რომ ჩვენი გამოკეტვისთვის შურს ვიძიებდით. ესე იგი სტენის მოკლა უნდა. მაგრამ სკვერპლი ცუდად ავირჩიეთ. თქვენ ბაბუძია სტენის მოკლა გინდოდათ? მართალი იყავი დიპერ. ცვილის ადამიანები უცნაურები არიან. საკმარისია. ახლა რადგან სიმართლე იცით, უნდა დაიხოცოთ. რა ვქნათ? არ ვიცი. ცხელი ნივთებით შეგვიძლია დავაწვეთ ისინი. როგორც აბრაამ ლინკოლნი დირექტორემ დაგადნობთ. დადნა. დეკორატიულ სანთლებად. მართლა გონიათ, რომ ჩვენ დაგვამარცხებთ? უნდა ვეცადოთ მაინც. არ მგონია, მაგრამ ასე იყოს. შეტევაზე.
ერთმანეთს თუ დახოცავთ. ამას დაუსვი შეკითხვები ლარიკი. ვაიმე ჩემი მშვენიერი ყელი. შენ თავს დააბრალე გაუჩო. ანუ როგორც ჩანს ეს არ სისტემის მგონია პირველი დაწყებითი არ და ყოფილა. მარაფერი მაქვს. მხოლოდ ესენი იყო, იმიტომ რომ ბოგლეს რა ჯინგის ხანო. არც შენ და ეცი დადიოდა არც ცოცხლდებოდა. ჯინის დინასტიაზე უცებ. და მათ თავები რომ მოკვეთეს, მაინც ცოცხლები იყვნენ. რა გჭირს? დიპერ ფრთხილად. აჯობებს ახლა ყველაფერი დავასრულოთ. ეს მარტივი იყო. დაიჭირე. როცა გზიდან ჩამოგიშორებ, ღამე ისევ ჩვენი გახდება. არც ამჯერად ერთ გააღებს. მოდი აქ, ვირთხა. და ალბათ მისე ამბოვა. დედაადნობს. გონია რომ მაჯობებ? მე შერლოკ ჰომსი ვარ. ჩემზე არაფერი ხსმენია? შეგიძლია უკანასკნელი სიტყვა თქვა. ცოტაც და შერლოკ ჰომსს გადაუჯობრავთ ლოგიკურ აზროვნებაში. უკანასკნელ სიტყვას არ იტყვი? ზისგან დამცავი კრემი არ გაქვს? რა? არა. გარეთ რომ გამომყევი ეგ ყველაზე ჭკვიანური იყო. სერიოზულად რა, სულელი იყო. არა. ჯანდაბარა სისულელია. საქმე დახურულია. ნუ დივით აცემინებ. პოლიციელები მართლები იყვნენ. საყვარელი ხარ? საყვარელი. დენდაბას. რამე შაირი არ იცი? ერთი ბიჭი კენტაკიდან. არა. დიპერ. გადარჩი და საიდუმლოც ამახსენი. პარტნიორის გარეშე ვერაფერს შევძლებდი. არ გეწყინეს, მაგრამ პარტნიორი შენ ხარ. რაო, ვინ თქვა? ვინ მე მეკითხა? წელი ბელგიული ვაფლები. აქ რა მოხდა? ცვილის ფიგურები ბოროტები აღმოჩნდნენ და დავხაცეთ. ლარი კინგს დავიწავაცალე. თქვენი და თქვენი წარმოსახვა. მაგრამ საბედნიეროდ მე დავიპოვნეთ. ჩემი თავი. ძალიან კარგად მომენადრა. იცხება. ხო, ჩაკბავშვებო. ახლა მითხარით თავი ვის გაუქეკო? მე არ მინდა. სხვა არჩევანი მაქვს? ზაგმე გახსენი ბიჭო? ვიცი რომ არას მეტყვი, ამიტომ ყავას ძალიან ნელა მოვხრუპავ. ძალიან ნელა, ჭიქიდან. ჩემი პასუხი დადებითია. რა დებილები. გამეცვა, თვალები. გაოცდნენ. დაიმტვრდნენ. ყველა ცვილის ფიგურა მოიშორე? 99% დარწმუნებული ვარ. ჩემთვის საკმარისია. ესე იგი შენ მირთხა ხარ. მომიყევი შენ შესახებ. დამიბრუნე. ვირთხას ხტუნვით მივსდევ, რომელმაც ყური მომბარა. მაგარია. ახალთლიანად შეგჭამს. დიპერ. ასეთი ბრწყინვალე ჯობს თუ? ლამასთმა. ლამასთმა. ლამები ბუნების დიდებული მებრძოლები არიან. ფილმს ახმოვანებდნენ მსახიობები. ალექსანდრე ქურასვედიანი და ნესტან. მის რეჟისორი მახო შონია. ახმოვანებული აჯარა და სცენები მაგარი აქვს რა გავიტიფოს. ეცა ესე იგი ეს იყო Gravity Falls-ის პირველი სეზონის პირველი სერია. ისა მესამე სერია. რა თქვა, სერია გამოვიდა ნორმალური. მეტყვი რომ საშუალო, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო იყო დიპერის და მეიბლის ყურება, როგორც გამოძიებლების
ძალიან საინტერესო იქნებოდა, ანუ კიდევ უფრო სერიოზული თემა რომ გამოეწიათ, ახლა ვიცი რომ ნამდვილი მკვლელობა აქ არ მოხდება ამ სერიალში ბოლო-ბოლო, რამდენადაც არ უნდა პოპულარული, რამდენადაც არ უნდა ჰაიპში იყოს, მაინც საბავშვო სერიალი ბავშვებისთვის განკუთვნილი. უბრალოდ როგორც ბავშვებისთვის, ისევე დასრულებისთვის და ახლა მკვლელობას და იმას არ ჩერთავენ. ანუ კარგი იდეა იყო სიმართლე გითხრათ, აი როგორც გააკეთეს ეს მომეწონა, ანუ ცვილის ფიგურებით, ვითომ და მკვლელობა რომ მოხდა იმისი ცვილის ტენის, თითქოს და აჩვენეს ყველაფერი, რაც უნდა ეჩვენებინათ, რასაც აჩვენებენ ხოლმე ზოგადად მკვლელობის გამოძიების დროს, მაგრამ თან არ აჩვენეს, ანუ თან დამარეს კიდე დააცენზურეს ფაქტობრივად და ამის გამო მომეწონა ძალიან. სერია მაინც საშუალო გამოვიდა, იმიტომ რომ რა ვიცი, ანუ ასე მგონია ზოგიერთი მომენტები ზედმეტი იყო, მაგალითად აი პოლიციელები, არ ვიცი მე, ყველა სოფელში რომ ასეთი პოლიციელი იყოს, ყველა სოფელში ან ქალაქში სოფელში რა მნიშვნელობა აქვს. ანუ ვერ ვიხდი ვერაფერს და ფაქტობრივად თავიანთ საქმეს არ აკეთებდნენ როგორც საჭირო იყო, ანუ ბევრი არც არაფერი იყო, ახლა ცვილის ფიგურის მკვლელობა არ იყო ისეთი საქმე, რომელსაც მთელი ჯარი სჭირდებოდეს გამოსაძიებლად და მესმის კიდეც რატომ არ თქვეს უარი, მაგრამ მაინც ახლა საბოლოოდ მაინც უნდა დახმარებოდნენ როგორმე ჩვენებს. და ბოლოს ტვინი რომ არ აქვს თავში, ეგ აშკარაა. საერთოდ მაგ ქალაქში თუ სოფელში ტვინი არავის აქვს თავში. დავეთანხმეთ, ახლა ერთი სტენი შეიძლება როცა გაირკვევა რას მალავს, მე შეიძლება კიდე შეიცვალოს, ანუ როგორც იციან ხოლმე პერსონაჟები, ხასიათების შეცვლა, მაგრამ ჯერჯერობით რავი ის რომ მარხავდა იმას, დაკრძალვას როგორ წყობდა ცვილის ფიგურას, ეგ იყოს სასაცილო თუ გითხავთ, მაინც ახლა ფიგურა რამდენადაც არ უნდა გიყვარდეს და რამდენადაც არ უნდა ეძმაკაცებოდე, ეგეც კიცურად ჟღერს, ცვილის ფიგურა ბოლოს და რაში სჭირდება, ანუ წინააღმდეგი არ ვარ ახლა, რაც უნდა ისუქნია, მაგრამ მაინც ცოტა უცნაური ის იყო საქციელის ტენის მხრიდან. საბოლოოდ იბერმა მოხსნა საქმე, რაც ძალიან კარგია. მომეწონა, რომ დაანახა როგორც იქნება პოლიციელებს, რომ რა შეეძლო, ანუ ძალიან მინდოდა რომ ბოლოში პოლიციელები დაეყენებინა თავიანთ ადგილზე და გააკეთა კიდეც ეგრე. და ასევე ეს წყევლის და მაგიის თემები, ასე მგონია რომ მომავალში, დიდი ალბათობით მეორე სეზონში, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს პირველ სეზონში უკვე უნდა განვითარდეს ეს თემა და უკვე უნდა გამოჩნდეს სტენის ჩართულობა ამ საქმეში. დიდი ალბათობით პირველი სეზონის ბოლოს გამოაშკარავდება რაღაც, იგივე როგორც ბენთენში იყო და მე მეორე სეზონის დასაწყისიდან უკვე წავა ეს მაგიის თემები, ნელა ბილიც დაგვემატება, მაგრამ ბილი მე თუ გითხავთ წესით უფრო ადრე უნდა დაგვემატოს. რავი. წესით მე თავიდან მეგონა ისე მესმოდა მაგ ბილზე ამბები, რომ მეგონა თავიდან პირველივე სერიაში უნდა გამოჩენილიყო. რამდენიმე წამით მაინც და პირველ სერიაში ველოდებოდი ადრე პირველად რომ უყურებდი. მაგრამ როგორც ჩანს ინახავენ მოულოდნელი მომენტისთვის და ვერ ვიტყვი რომ მზად ვარ მაგ მომენტისთვის. ყოველ შემთხვევაში ხო, როცა გამოჩნდება გამოჩნდეს. მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი ამ სერიასთან დაკავშირებით, ნორმალური საშუალო სერია იყო. მე აი შემდეგ ვიცი რომ უკეთესი გველოდება. მაგრამ ნახოთ, შეიძლება კიდევ მანამდე მეორე სეზონამდეც მოგვაყარონ კარგი სერიები, უფრო უკეთესი. დაგემშვიდობებით ახლა. ხო რა, არაფერი განსაკუთრებული ამ სერიაში არ ყოფილა და დაგემშვიდობებით ჩვეულებრივად. იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ვიდეო, კი არ გილაპარაკია ბევრი სერიის დროს, უბრალოდ არ ვიცოდი როგორ გამომეხადა რეაქცია. თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. კარგად გრძანდებოდეთ.